მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც ხედავთ, ხელისუფლება უკან არიხევს და უარს არ ამბობს იდეაზე გააერთიანოს ორი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და TSU თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დღეს ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამ თემას და თქვა, ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. 53% არის ტექნიკური მიმართულება, ხოლო 57% არის სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები. რომელსაც არავით არის შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომელიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის მარტივი სტატისტიკა. კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად. ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი. ასე შეიქმნა როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს, როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა. ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასწავდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა. ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და მის შემდეგ აირია ყველაფერი. ჩვენ გვინდა, რომ TSU-ს აღვდგინოთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც თავის დროზე შეიქმნა ივანე ჯავახიშვილის მიერო ამბობს ირაკლი კობახიძე. ჩვენი სტუმარია სწორედ TSU-ს პროფესორი ალექსანდრე შენგელაია, აკადემიკოსი, ფიზიკოსი. მივესალმებ მას, გამარჯობა, რა თქმა უნდა, ალექსანდრე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. TSU-ს უნდა აღვდგინოთ ის მდგომარეობა, როგორც ივანე ჯავახიშვილმა ჩაიფიქრაო. თქვენ წინააღმდეგი ხართ და რატომ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმები მაყურებელს. საერთოდ TSU რომ ჩამოყალიბდა, საქართველოში სხვა უმაღლესი სასწავლებელი არ იყო, მოგეხსენებათ, ხო? და იქ ჩაეყარა საფუძველი ყველას, მათ შორის მედიცინას ასევე და ტექნიკურ დისციპლინებს, ფუნდამენტურ მეცნიერებთან ერთად და შემდეგ რადგან განვითარდა ეს ყველაფერი, ქვეყანა მოითხოვა ამ დარგების განვითარება, ამიტომ ცალკე ჩამოყალიბდა ტექნიკური უნივერსიტეტი. ზოგადად სოფლიო პრაქტიკა არის ესეთი, რომ პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, რომელსაც მე ვიცნობ და მიმუშავია ასევე ევროპა იქნება, ამერიკა თუ აზია, ყველგან არის უნივერსიტეტი ცალკე და ცალკე არის ტექნიკური უნივერსიტეტი. არის ერთგვარი გაუგებრობა საზოგადოებაში, ხვდებით ესეთ აზრს, რომ TSU არის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი და ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტი. ნამდვილად ეს არასწორია, TSU არ არის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი. რა თქმა უნდა, თქვენ ფიზიკოსი ხართ და ფიზიკის ფაკულტეტის მათემატიკის და ფაკულტეტი, ზუსტად საბუნებისმეტყველო მეტროლოგია ფაკულტეტი და სხვა შორის პირველი რექტორი ყველას მოგეხსენებათ, იყო პეტრე მელიქიშვილი, რომელიც იყო ქიმიკოსი, ცნობილი ქიმიკოსი. ესე იგი, თავიდანვე ივანე ჯავახიშვილმა სხვა შორის არჩია, რომ ის ყოფილიყო რექტორი, როგორც ეს საბუნებისმეტყველო მეცნიერების წარმომადგენელი. ამიტომ ეს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები არის ჩვენს უნივერსიტეტში და მის რეიტინგს და რენკინგს მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი ფაკულტეტის მიღწევები. მაგრამ არის ცალკე საინჟინრო დისციპლინები, რომელიც ყველა ქვეყანას სჭირდება და ასევე სჭირდება ჩვენს ქვეყანას ძალიან და აი ამ საინჟინრო დისციპლინების წარსამართად ყველა ქვეყანაში არსებობს ცალკე ტექნიკური უნივერსიტეტი, ასევე იყო ჩვენთან აქამდე. ხო, ანუ შესაბამისად ეს გაყოფა მაშინაც ბუნებრივი იყო, ხო, როცა ბოლშევიკებმა გააკეთეს თუ ვის გააკეთა, ასე არის არაბოლშევიკურ ქვეყნებშიც ამაზე ვლაპარაკობთ, ხო, ამ შემთხვევაში. მაგრამ დღეს დადგა საკითხი შეერთებაზე. და ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის კარგი გზა, რაღაცა კაგერგიაბოვსკი ამბობს, რომ სტუდენტებისთვის კეთდება, თუმცა მიზეზი კონკრეტულად რა არის, თქვენ თუ აგიხსნეს, იყავით შეხვედრებზე თქვენ განათლების სამინისტროში, რომელიც ჩატარდა. და თუ მიიღეთ პასუხი, ანუ რას ემსახურება ეს გაერთიანება, ანუ რას მოიტანს, რატო გადაწყდა ამის გაკეთება, რა არის მთავარი არგუმენტი ხელისუფლებისა? დიახ, ჩვენ გქონდა შეხვედრა განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ზიად გაბისონიასთან. ჩვენ გქონდა ასევე უნივერსიტეტში თვითონ განხილვა რექტორთან ერთად. სამწუხაროდ ვერც ერთ შეხვედრაზე ჩვენ ვერ მივიღეთ ლოგიკური და დამაჯერებელი პასუხი, რატომ არის აუცილებელი შეერთება ამ უმაღლესი სასწავლებლების. რა თქმა უნდა, მე როგორც ფიზიკოსი და როგორც ამ ქვეყნის
მოქალაქე და პროფესორი ცალსახად უჭერ ხარს იმას, რომ განვითარდეს უნდა საინჟინრო მიმართულებები, რასაც ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა გავაძლიეროთ, აბსოლუტურად ვეთანხმები და მხარს უჭერ ამას. უბრალოდ არ მესმის, რატომ არის ამისთვის საჭირო ამ უნივერსიტეტის ჩვენს უნივერსიტეტთან გაერთიანება. ხო, ანუ ერთი შეხედვით თითქოს არალოგიკურ რამეს ამბობს, ხო, ირაკლი კობახიძე. ანუ ამბობს ადამიანი, რომ ამ უნივერსიტეტშიო დაკნინდაო ტექნიკური მიმართულებაო და იმისთვის რომ გავაძლიეროთ, სხვა უნივერსიტეტს უნდა შეუერთოს და რატო? კი, თუ დაკნინდა პირიქით ამ უნივერსიტეტი იყოს ცალკე და ამ ცალკე უნივერსიტეტში გააძლიერეთ ტექნიკური მიმართულება. შეერთებით როგორ ძლიერდება, როცა TSU-ს ასეთ ფაკულტეტები არ აქვს. ეხლა იქ რო რაღაცა საინჟინრო მიმართულება იყოს ორი და ერთიანდებოდეს, მაშინ იტყვი რომ აი ორი საინჟინრო მიმართულება გაერთიანდა და გაძლიერდება, მაგრამ TSU-სთან შეერთებით როგორ ძლიერდება საინჟინრო მიმართულება? ამაზე რამე პასუხი გააქვთ თქვენ? არა, ამაზე პასუხი არა გვაქვს და სხვადასხვა მე ეხლა ველაპარაკე სხვადასხვა ადამიანებს, მათ შორის არასპეციალისტებს, საზოგადოების წარმომადგენლებს და სუსტად ესეთი კითხვა უჩნდებათ მათაც, იმიტომ რომ ლოგიკურად რო ვიაზროვნოთ, ყველას უჩნდება ეს კითხვა, რაც თქვენ ეხლა ჩამოაყალიბეთ და მეც მაქვს ესეთი კითხვა, ჩემს კოლეგებსაც აქვს ესეთი კითხვა. ჩვენ მე პირადად და ბევრ ჩემს კოლეგას მიაჩნია, რომ თუ გვინდა ჩვენ ტექნიკური უნივერსიტეტის გაძლიერება, შეიძლება ის ჰუმანიტარული და არაპროფილური მიმართულებები რაც აქვს, შეიძლება გადავიდეს TSU-ში, მაგრამ ცალკე დარჩეს აი ეს საინჟინრო მიმართულებები, ეს არის ძალიან დიდი სფერო, ეს არ არის ეს უზარმაზარი სფეროა, რომელიც ქვეყანას ეხლა ჭირდება და მომავალში კიდევ უფრო მეტად დაჭირდება განვითარების კვალდაკვალ. და მოდი იქ დავეხმაროთ, იქ გავაძლიეროთ, იქ დავაფინანსოთ, იქ დაუწესოთ მაღალი სტანდარტები და მოვთხოვოთ ამ სტანდარტების შესრულება და უბრალოდ შეერთებით ეს როგორ მოხდება, შეიძლება ავტორებს ამ კონცეფციის აქვთ პასუხი, მაგრამ ეს პასუხი ჯერ ჩვენ ვერ მოვისმინეთ. თუ აქვს პასუხი გეტყოდნენ მაშინ, ხო, რატომ ალავენ? არ ვიცი, მაშინ რა არის რეალური მიზეზი? თქვენ გაქვთ რამე მოსაზრება რა არის რეალური მიზეზი? არა, სამწუხაროდ ვერ წარმომიდგენია. საერთოდ მე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდი შვეიცარიაში, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში და ასად არ მინახავს, რომ ქვეყანაში არ იყოს ცალკე ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც უკვე მოგახსენეთ. ისეთი პატარა ქვეყნებიც რო ავიღოთ, აი როგორც არის შვეიცარია, დანია, ესტონეთი, ყველგან არის ცალკე უნივერსიტეტი, ცალკე ტექნიკური უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, იმიტომ რომ საინჟინრო დისციპლინები ქვეყნის ინდუსტრიისთვის, განვითარებისთვის არის სასიცოცხლო დაუცლებელი, მე მგონი ამას ყველა ხვდება და ამაზე ბევრი საუბარიც არ არის საჭირო. ამიტომ ხო, ანუ თავარი კითხვა, რომელიც ალბათ ხელისუფლებასთან არის და პრემიერ-მინისტრთან, სწორედ ეგ არის, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ცალკე რატო ვერ გაძლიერდება საინჟინრო მიმართულება. დიახ, აი რატომ ვერ როგორც თქვენ თქვით, ხა თუ საუბრობთ, რომ აი ჰუმანიტარული მიმართულებები რაც დაამატეს 90-იანებში მერე, ხო? GPI-ს როცა გადააკეთეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და ეს იურიდიული და რაღაც ისტორია და ჟურნალისტიკა დაამატეს, არ არის ეს, თქვათ, ტექნიკური უნივერსიტეტის საქმე, კი ბატონო, ეს ფაკულტეტები შეიძლება გადავიდეს TSU-ში და იქ იმავე ფაკულტეტებს შეუერთდეს. ფაქტია, დარჩეს საინჟინრო და გაძლიერდეს. ხო, ანუ რაში ჭირდება საინჟინრო ფაკულტეტის გაძლიერებას, ეს კითხვა რჩება, პასუხი გაუცემა. ანუ აქ არის ორი კითხვა, ერთმანეთთან დაკავშირებული. პირველი კითხვა არის, რა დაშავდება იმით, თუ ტექნიკური უნივერსიტეტი დარჩება დამოუკიდებელი უმაღლეს სასწავლებლად და მას გავაძლიერებთ შეერთების გარეშე, ანუ რა დაშავდება ამით და მეორე კითხვა, თუ ეს შეუძლებელია და მაინც და მაინც უნდა შეუერთოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ამითი როგორ გაძლიერდება ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს ორი კითხვა ერთმანეთთან კავშირშია, მაგრამ ორივეზე პასუხი ჩვენ არ აგვაქვს შეჭრება. კი ბატონო, ნუ თავად ტექნიკური უნივერსიტეტი რატო ეწინააღმდეგება ამას გასაგებია, იმიტომ რომ ფაქტობრივად გაუქმება გამოდის მათი უნივერსიტეტის, იმიტომ რომ გაერთიანებული უნივერსიტეტის სახელი TSU იქნება. ანუ TSU-ს უერთებენ, ასე თუ ეს გაერთიანება არ არის, არის TSU-სთან შეერთება. მაგრამ TSU-ში რატო ხარ წინააღმდეგი ამ გაერთიანების? საქმე იმაშია, რომ ეხლა მე უკვე 20 წელია საქართველოში ვარ, ჩამოვედი, დაბრუნდი და 2006 წლიდან ვარ უნივერსიტეტში. ჩვენ არაერთი პერტურბაცია გადავიტანეთ
წინა ხელისუფლების პირობებში გახსოვთ თქვენ ასევე ჩატარდა რეფორმები, რომელიც ძალიან ხშირად არ იყო შეთანხმებული აკადემიურ პერსონალთან. და ვიცით, რას იწვევს აი ესეთი ჩარევა უნივერსიტეტის ცხოვრებაში. წლების განმავლობაში ნელ-ნელა დასტაბილურდა ეს სიტუაცია და უკვე გავედით სამუშაო პროცესზე. ახლა ამხელა უნივერსიტეტის შეერთება გამოიწვევს პროგრამების ისევ ცვლილებებს, პერსონალის ცვლილებებს ხადია და ეს იმდენად რთული პროცესი ახლა ვის საქმეშია ჩახედული, იცის რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს და რაც თავარია გავგებარია რა შედეგს მივიღებთ საბოლოოდ, როდესაც ჩვენ არ ვიცით მიზანი და საშუალებები, რითიც უნდა მივახციოთ ამას. ამხელა შეშფოთების შემოტანა ჩვენს უნივერსიტეტსაც დააზიანებს, ასე ვფიქრობთ ჩვენ. აკადემია ჩატარდა სენატის ხტომა, ხო, როგორც ვთქვით, აკადემიურ საბჭოს ხტომა ჯერად ჩატარებულა და იქ რაღაც ერთხმოდ ყველამ თქვა, რომ წინააღმდეგია ამ გაერთიანების. მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ კი ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ დეტალებზე, თქვათ რა, როგორ მოხდეს, მაგრამ თავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია და არ შეიცვლება. ამ პოზიციას როგორ აფასებთ? ხო, ამაზეც იყო საუბარი განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილესთან. ერთმა ჩემმა კოლეგამ დაუსვა კითხვა, თუ აკადემიური საბჭო და წარმომადგენლობის საბჭო, ანუ უნივერსიტეტის მმართველი ორგანოები უარს იტყვიან ამ გაერთიანებაზე, მაინც თუ ჩატარდება ეს გაერთიანება. რაზეც პირდაპირ პასუხი არ მიგვიღია, მაგრამ არაპირდაპირ დისკუსიაში იყო ნათქვამი, რომ სამინისტროს აქვს უფლება ჩაატაროს რეორგანიზაცია, როგორც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ. ჩვენი აზრის გათვალისწინების გარეშე. ხო, მაშინ რა აზრი აქვს ამ შეხვედრებს, ხო? არის თუ მანამდე მიიღეს გადაწყვეტილება, თავი გადაწყვეტილება თუ მიღებულია უკვე. საქმეც ამაშია, რომ სამწუხაროდ ჯერ უკვე გადაწყვეტილება არსებობს და შემდეგ ვსაუბრობთ უკვე დისკუსიაზე და დიალოგზე. პირიქით რომ ყოფილიყო ჯობდა ცხადია. ეხლა მე მინდა ორიოდე სიტყვით ვისაუბრო ზოგადად განათლების რეფორმაზე ზოგადად. იმიტომ აქედან დაიწყო ეს გაერთიანების იდეაც, ხომ ასეა და. კი ბატონო. რა არის ფუნდამენტური პრობლემა ჩვენი უმაღლესი განათლების? მე არ მქონია საზოგადოებასთან ამაზე საუბრის შესაძლებლობა არ მქონია და მოკლედ რო ვთქვა, ფუნდამენტური აი პრემიერის რო ამბობს, რომ არ არის ხარისხი მაღალი. რა არის ამისი მიზეზი? ამის მიზეზი მოკლედ რო ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ფულს ხარჯავთ უმაღლეს განათლებაზე. ცოტას კი არა, ძალიან ცოტას. მე ზეპირი სიტყვები რო არ იყოს, მოგიყვანთ ციფრებს. ითვლება მაგალითად რამდენს ხარჯავს სახელმწიფო მაგალითად მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით. ეს არის ჩვენთან დაახლოებით 0.1%. როდესაც სოფლიოში მინიმუმ 1% არის ეს ციფრი. რუსეთშიც კი 1%-ია და ევროპის ქვეყნებში 2-3%-ია ეს. ანუ 10-ჯერ, 20-ჯერ ნაკლებს ხარჯავთ მეცნიერებასა და მეცნიერების და კვლევებზე, ხო? ასევე უმაღლეს განათლებაზეც 0.2%-ია, ანუ 10-ჯერ ნაკლებია იქაც. და შესაბამისად, როცა 10-ჯერ ნაკლებს ხარჯავ, ხადია შედეგს შესაბამის მიიღებ. მეორე ძალიან დიდი პრობლემა ეს არის დაფინანსების სისტემა უმაღლესი სასწავლებლების, რაც დღემდე იყო ჩვენს ქვეყანაში. არ ვიცი თქვენ თუ ხართ საქმის კურსში, შეიძლება საზოგადოების ბევრმა წევრმაც არ იცის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებს სინამდვილეში სახელმწიფო დაფინანსება არ აქვთ. ნუ ვაუჩერი მოყვებათ, ხო? იცით როგორ ფინანსდება უნივერსიტეტი? აი მოდის სტუდენტი, მას მოყვება ვაუჩერი. ან თვითონ იხდის 2250 ლარია წელიწადში გადასახდელი, ან თვითონ იხდის, ან ეროვნული გამოცდების საფუძველზე რაღაცა ვაუჩერს იღებს, ხო? მაგრამ უნივერსიტეტის ბიუჯეტი ეს არის სტუდენტების რაოდენობა გამრავლებული ამ 2250 ლარზე. ამის გარდა პრაქტიკულად უნივერსიტეტს სახელმწიფო არაფერს არ აძლევს, სახელმწიფო უნივერსიტეტს. ხო, თუმცა ეხა ითქვა რომ ამ რეფორმის ფარგლებში შეიცვლება, უჩერები აღარ იქნება და პირდაპირ დააფინანსებება. მოდი ჯერ ვიტყვი რა იყო ამაში ცუდი. ცუდი ის არის რომ ჯერ ერთი
ეს მიმულია პირდაპირ რაოდენობაზე სტუდენტების. ანუ უნივერსიტეტები დაინტერესებულები არიან, რაც შეიძლება დიდი რაოდენობის სტუდენტი მიიღონ, მნიშვნელობა არ აქვს მათ განათლების დონეს. ამიტომაც არის რომ ბარიერები იყო დაწეული ეროვნულ განმოსდებში, მათ შორის ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც შეიძლება დიდი რაოდენობა სტუდენტების მიიღონ. მაგრამ ეს დიდი რაოდენობა სტუდენტების სკოლიდან არ მოდის შესაბამისი განათლებით. ეს დონეს წერს დაბლა. მეორე, ვერ გარიცხავ ესეთ სტუდენტს, რომც არის სწავლოს, იმიტომ რომ ამით უნივერსიტეტს დააგდება დაფინანსება. ანუ ეს ვაუჩერული სისტემა პირდაპირ კონფლიქტში არის განათლების ხარისხთან. და ეს სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეს წინა ხელისუფლების პირობებში იქნა შემოტანილი 2006 წელს, უკვე თუმცა ამ ხელისუფლებამაც ავტომატურად მიიღო და 13 წელია ამ რეჟიმში ხდება დაფინანსება უნივერსიტეტების. მინდა გითხრათ, რომ სოფლიოში არსად არ არსებობს გავსი დაფინანსების სისტემა უმაღლეს სასწავლებელებს. მე დიდი ხანი ვეძებდი, ვერც ერთ ქვეყანაში ვერ ვიპოვე. როგორ ხდება ჩვეულებრივ? ევროპაში, განსაკუთრებით ევროპაში, აზიის ქვეყნებში, ამერიკის სახელმწიფო უნივერსიტეტებშიც სახელმწიფო იღებს ლომის წილს დაფინანსების, დაახლოებით 90%-ია პირდაპირი დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, 5-დან 10%-მდე არის სტუდენტების მიერ მოტანილი ფული. ეს არის რეალობა. რატომ მოხდა ჩვენს ქვეყანაში ესეთი გაუგონარი სქემის შემოღება, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღემდე ესე იყო. ამან გამოიწვია ეს ძალიან დიდი პრობლემა. ხო, მაგრამ ეს შეიძლება საკითხი შეიცვალოს. დიახ, ძალიან მისასალმებელია, რომ ეხლა დაიწყო საუბარი, სხვადასხვა პრემიერმაც ახსენა, რომ ეს ძალიან მახინჯი სისტემა არისო დაფინანსების, რასაც მე აბსოლუტურად ვეთანხმები. მე 20 წელია ამაზე ვფიქრობ და ვსაუბრობ, მაგრამ სამაგიეროდ როგორი სისტემა იქნება ამის ნაცვლად, რა პრინციპით დაფინანსდებიან უნივერსიტეტები, არსებობს სოფლიოში სხვადასხვა სქემები ამის. ეს ჩვენ ასევე არ ვიცით ჯერჯერობით. ვიცით რომ ის სისტემა არ იქნება, მაგრამ როგორი იქნება, ეს ჯერ არ ვიცი. ბევრი მე ვთქვი, რაღაცა 4 გვერდიანი დოკუმენტი წარმოადგენს და სადაც საუბარი არის ძირითადად იმაზე, რომ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რაღაცა შენობები უნდა გაიყიდოს. ბევრი ფიქრობს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს გაერთიანება ამის კიდან არის გამოწვეული, რომ რაღაც შენობები უნდა გაიყიდოს, რაზეც ისაუბრა კიდეც პრემიერ-მინისტრმა. ხო, აი მაგალითად თესეუსო მარტო პირველი და მეორე კორპუსია ისტორიულია. რაც ნიშნავს, ის ყველა ისე გაიგო, დანარჩენი უბრალოდ გაიყიდება. და თქვენ გადახვალთ იმაში რუსთავში როგორც გავიგე. ხო, როგორ რუსთავში ტრიალი მინდორია, არ ვიცი ჩვენ როგორ გადავალთ. ანუ სადღაც რუსთავში აპირებენ რუსთავთან უბრალოდ ააშენონ კამპუსი. კამპუსი, კი ბატონო, მაგრამ იცით კამპუსის მშენებლობას თუ თანამედროვე კამპუსია საუბარი, რამხელა თანხები და დრო ჭირდება ამის გაკეთებას. ანუ ეს არის რაღაც შორეული პერსპექტივის ამბავი და ჩვენ კიდევ საუბრობთ უახლოეს წლების განმავლობაში, რომ ის რაც გვაქვს ის იმდენად არ დავანგრიოთ, რომ მე ახლის აშენებაც უკვე შეუძლებელი იყოს. ამის საფრთხეს ხედავთ ამ რეფორმის პარალელს. ამის საფრთხეს, რა თქმა უნდა, ხედავთ, ამიტომ ვართ ჩვენ ყველანი შეშფოთებულები, შეწუხებულები და ვცდილობთ, რომ დიალოგის გზით ხელისუფლებასთან, განათლების სამინისტროსთან მივახციოთ იმას ამის იმედი, რომ თქვიდები, რომ იმ ფონზე როცა ამბობენ, რომ უკვე გადავწყვიტეთ თავარი საკითხები. იმედი ყოველთვის არის. იმედი ბოლოს კვდებაო, ასე ამბობენ, ხო? ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ აგვაქვს მე პირადად და ჩემს კოლეგებს ვინმესთან კონფრონტაციის სურვილი. ჩვენი ერთადერთი სურვილია, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მაღალი დონის ევროპული სტილის უმაღლესი განათლება და მეცნიერება. და ვიცით რა არის ამისთვის გასაკეთებელი, თუ ჩვენ დაგვეკითხებიან და ჩვენს აზრს გაითვალისწინებენ, მე მგონი ძალიან კარგი იქნება. სხვაგვარად მივიღებთ არაპროგნოზირებად შედეგებს, რის შესახებ ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას. ეს ჩვენი უბრალოდ მოვალეობაა, რომ ვთქვათ ამის შესახებ. ხო, კი ბატონო, იტყვით მე მესმის, მაგრამ შედეგი რა იქნება? ხო, ეგ არის თავარი საუბარი. არ ვიცით, შედეგი რა იქნება. ჩვენი მე ერთხელ უკვე ვთქვი ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ
ჩვენი იარაღი არის სიტყვა, რასაც ჩვენ ვამბობთ აკადემიური პერსონალი, განსაკუთრებით ხალხი, რომელსაც აქვს საერთაშორისო გამოცდილება, რატომ არ უნდა იქნეს ეს გათვალისწინებული, მე არ მისმის. ხო და ანუ რა შეიძლება უთხრათ ხელისუფლებას, ანუ უწოდოთ ხელისუფლებას, რომელიც არის მეს აკადემიური პერსონალის აზრს და ისე მას ზურგს უკან იღებს ამ გადაწყვეტილებას, ხო? რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. მე სულ იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება. აი მაგალითად ხვალ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი შეხვედრა განათლების სამინისტროში თვითონ განათლების და მეცნიერების მინისტრთან. სულ გვაქვს იმედი იმისათვის, რომ გაითვალისწინებენ ჩვენსაც, დაფიქრდებიან თვითონაც და მივად რაღაც უფრო ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე, ვიდრე აქამდე არსებობს. არასდროს არ არის გვიან რაღაც გადაწყვეტილებაზე უარის თქმა. ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ რადგან განათლება და მეცნიერება ეს არ არის რომელიმე პარტიის ან ხელისუფლების კუთვნილება, ეს ზოგად ეროვნული საკითხია და როდესაც ამ ხელა რეფორმას ვიწყებთ და ვატარებთ, ამაზე საერთო ეროვნული კონსენსუსი უნდა არსებობდეს. სხვანაირად არის საშიშროება, რომ ხელისუფლების სრულიებასთან ერთად ისევ თავიდან დაიწყოს ამის სრულიების პროცესი და ეს არასდროს არ დამთავრდება. რა თქმა უნდა. და ბოლოს 3 წლიან ბაკალავრზე გადასვლას რამდენად ეთანხმებით და 1 წლიან მაგისტრატურაზე. აქამდე არის 4 წელი და 2 წელი, ხო? დიახ. ამასთან დაკავშირებით, ახლა უნივერსიტეტში ჩვენ ვიმსჯელეთ და არის გარკვეული მიმართულებები, სადაც შეიძლება 3 წლიან ბაკალავრიატზე გადასვლა და სოფლიოშიც არსებობს გავსი პროგრამები. რაც შეეხება საბუნებისმეტყველო საგნებს, მათემატიკას და ესეთ მეცნიერებებს, იქ ჩვენი ღრმად ვარ დაწუნებული, რომ აუცილებელია 4 წლიანი ბაკალავრიატი, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სკოლიდან სტუდენტები, აბიტურიენტები არ მოდიან შესაბამისი განათლებით, რომ ჩვენ დავუშვათ აი 3 წელიწადში ვასწავლოთ და გავზარდოთ ფიზიკოსი. სამწუხაროდ სკოლებში საბუნებისმეტყველო განათლება ძალიან ცუდ დღეშია, ამიტომ ჩვენ გვიწევს, რომ ზოგჯერ პირველი წელი ფაქტობრივად სკოლის დეფექტები აღმოვხვრათ, რომ ცოტა მოვიყვანოთ აზრზე ეს სტუდენტი, რომ გააგრძელოს მან უკვე ფიზიკის შესწავლა. ამიტომ ჩვენს პირობებში ჩვენი აზრით და ჩემი კოლეგების აზრით 4 წლიანი აუცილებელია. თუმცა არის გარკვეულ უნივერსიტეტებში 3 წლიანი ბაკალავრიატიც ფიზიკაში, მაგრამ იქ მოგეხსენებათ სკოლიდან ძალიან მომზადებული მოდის აბიტურიენტი. აი ეს არის ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. გასაგებია, ну ნახოთ თქვით რომ იმედი გაქვთ რომ ამას შეიძლება, მე ასეთ იმედი არ მაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ ნახოთ, იქნებ თქვენი იმედი გამართლდეს. მადლობა დიდი გადაცემაში მონაწილეობისთვის. ალექსანდრე შენგელაია, თესეუს პროფესორი, იყო ჩვენი სტუმარი. დაგველოდეთ რეკლამის შემდეგ თესეუს კიდევ ერთი პროფესორი, მერაბ ჩუხუა იქნება ჩვენი სტუმარი, თუმცა მასთან განათლების რეფორმაზე თან შედარებით უფრო მეტად პოლიტიკაზე ვისაუბრებთ, თუ რა საკითხზე კონკრეტულად ამაზე გაცნობებთ რეკლამის შემდეგ, ასე რომ მალე დავბრუნდებით. Așa ჩვენ დავბრუნდით ეთერში. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური წესრიგი. ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმებიც, რომელიც საბოლოო ჯამში ამას უზრუნველყოფს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. მისივე თქმით, კანონი უნდა გაიწეროს სწორად და პრაქტიკა უნდა ჩამოყალიბდეს სწორად, თუმცა არსებობს სხვადასხვა ინსტანცია სამართლის დასადგენად. მახსენდება გერმანული საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი პრეცედენტი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც აიკრძალა არა პოლიტიკური პარტია, არამედ პარტიასთან მიმსგავსებული წარმონაქმნი. ერთ-ერთ მიზეზად იყო გამოტანილი ის, რომ ის არ აღიარებდა გერმანიაში ჩამოყალიბებულ კონსტიტუციურ წესრიგს. შესაბამისად, ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური პრაქტიკა. ამაზე მეტყველებს საერთაშორისო გამოცდილებას, რა თქმა უნდა, ჩვენ მხედველობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპები იყოს დაცული. საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციის წესრიგი, ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს და თუ ვინმე ამას არ აკეთებს, უნდა არსებობდეს მექანიზმებიცო, თქვა მან, როგორც შეგახსენებთ, საუბარია ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, ვინც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას.
ჩვენ სტუმარია გადაცემაში მერაბ ჩუხუა, თესოუს პროფესორი, თუმცა ის დღეს გადაცემაში მოვიწვიეთ როგორც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენელი. გავდერ იქედან რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ადამიანები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას შემდეგ არც ერთ ხელისუფლებას არ ცნობენ. და თუ ეს კანონი მიიღეს, პირველი ალბათ ისინი მოხვდებიან ამ კანონის მოქმედების ქვეშ. მივესალმები მას, გამარჯობა ბატონ მერაბ. გაგიმარჯოთ. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და პირველ რიგში თქვენი აზრი მაინტერესებს ამ ახალ ინიციატივაზე. რამდენად შეიძლება მართლაც თქვენ შეგეხოთ, იმიტომ რომ მართლაც საუბარია იმაზე, რომ თუ არ აღიარებს ლეგიტიმურობასო, აქ მიმართულია დღევანდელ ოპოზიციაზე, ძირითადად რომელიც არ აღიარებს ამას ლეგიტიმაციას, მაგრამ თქვენ ხართ ის ხალხი, ვინც არც ერთ თავრობის ლეგიტიმაციას არ აღიარებთ. მოქმედი უზენაესი საბჭო არსებობს დღემდე. როგორც ვიცი, უზენაესი საბჭო საერთოდ არჩევნების დანიშვნაზეც კი ფიქრობს და პარალელური ორგანოებს და ირაკლი აბახიძე ამაზე ისაუბრა, რომ ვინც პარალელურ ორგანოებს შექმნის, დაიჯდება ყველა და ასე შემდეგ. და რას ფიქრობთ ამ თემაზე? ირაკლი აბახიძეს გვინდა უთხრათ კანონიერი ხელისუფლების სახელით, რომ შეუძლია მშვიდად იყოს ეს სტრუქტურები ჩამოყალიბდება, არჩევნებიც ჩატარდება და უზენაესი საბჭოც მიიღებს სათანადო შეფასებებს ამა თუ იმ პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ ეგზისტენციურად მნიშვნელოვან საკითხებზე. თქვენ სწორად ჩამოაყალიბეთ აზრი, რომ არაკანონიერი დღეს არის თავად ივანიშვილის ხელისუფლება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ებრძვის საქართველოს მკვიდრ მოსახლეობას, რომ ნეპოტიზმი არის იმ დონით, რა დონითაც ვიცით, რომ ყველა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ან ციხეში ზის, ან საქმეა აღზრული, რომ ყველაფერი, რასაც კონსტიტუციას ეძახიან, საკუთარ კონსტიტუციას, ანუ რა კონსტიტუციათ ისინი თითქოს და მართავდნენ სახელმწიფოს, არის ფეხქვეშ გათელილი ადამიანის უფლებებთან ერთად, თავზე დაგვახია ყველაფერი, რაც არის ქართული და სახელმწიფოებრივი და ამავდროულად იღებს ანტიკანონებს, არა კანონებს, არამედ ანტიკანონებს. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც საქართველოში მოქმედებს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რეალურად თვითმარქვია ხელისუფლება, რომელსაც იმდენად გაუჭირდა ამ 14 წლის განმავლობაში ანტიკონსტიტუციური ქმედებებიდან გამომდინარე, რომ ადამიანთა არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, ან თავშეყრის უფლებას, ტროტუარზე დგომის უფლებასაც კი. ეს არ არის ამ ხელისუფლების სიძლიერის გამომხატველი. ეს გახლავთ მათი სისუსტე, ანუ მე-14 წელია ფიქრობენ როგორ ძარცვონ ქვეყანა. სხვა არაფერი. ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლება ამას ვერ დაუშვებს. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, მათ შორის იმისთვისაც, რომ იყოს რეპრესიები, მაგრამ ჩვენ დავანახებთ საზოგადოებას, თუ ვისი აჯობებს და რატომ. ნახეთ, განსაკუთრებით უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ, ანუ ხელისუფლებაში, უბრალოდ ძალაუფლებაში მყოფმა ამ ჯგუფმა შექმნა ისეთი სიტუაცია საქართველოში, რომელსაც ანალოგია არ აქვს. თვით სამხედრო საბჭოც კი არ იყო ორგზის არალეგიტიმური. ორგზის არალეგიტიმურია, იმიტომ რომ ამ ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა არის პუტჩისტური. კობახიძე აღიზარდა პუტჩისტურ ოჯახში, მამამისი იყო იდეოლოგი 1991-92 წლების სამხედრო კრიმინალური გადატრიალებისა. თუმცა მამის გამო პასუხს უმოვთხოვა. თავისი პასუხისმგებლობას ბევრი. ჩვენ ველოდით, რომ ბატონი ირაკლი ჩამოყალიბდებოდა აბსოლუტურად ანტიპოდად. ანუ მის იქნებოდა სულ სხვა პიროვნება, ვინაიდან განათლება აქვს მიღებული საზღვარგარეთ, ფლობს, ასე ვთქვათ, რამდენიმე ენას ქართულთან ერთად. და ამავდროულად ველოდით, რომ ის გაემიჯნებოდა ამ წარსულს, მაგრამ ნუ რას უკაცრავად, ეს კგბ-შნიკური კლანი, რაც საქართველოში იყო შევარდნაძის პერიოდში, სამხედრო საბჭოს, სახელმწიფო საბჭოს პერიოდში, დღეს ამოქმედა. დღეს ისინი საქართველოს მართავენ პირდაპირ საბჭოთა კანონებით. ნახეთ, არ არსებობს არჩევითობა არაფერში. ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქი, ერთი უნივერსიტეტი. ყველგან მიმდინარეობს უნიტარიზაცია, ანუ გაუქმება ყველაფრის, მათ შორის სახელმწიფოსი.
და რატომ არის ორგზის უკანონო? თქვი, რომ მას აქვს პუტჩისტური წარსული, რომელსაც აგრძელებს წყალებში წარმატებით და დღეს 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ ამას ემატება საქართველოს ისტორიაში არნახული უკანონობა. თვით შევარდნაძის არჩევნებიც კი 1992 წლის ოქტომბრის არჩევნებიც კი საერთაშორისო დამკვირვებლებმა მეტნაკლებად მართალია დიდი კრიტიკით და იმით ქვეშ, მაგრამ აღიარეს. პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები არ აღიარა არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ. ეხლა იმას არ გულისხმობს ნაურუს ტიპის სახელმწიფოებმა, რომ ვითომ აღიარეს. შემდგომ და პირველი, რაც თავარია, საქართველოს არ აღიარა. საქართველოს მოსახლეობა მათ აღიარეს მხოლოდ უკანონოს, არალეგიტიმურს. მათ გააცნობიერეს, რომ მოსახლეობაში ეს აზრი არა მხოლოდ გავრცელებულია ტელევიზიებზე, ანუ შინაგანი განწყობაა ქართველი ადამიანისა, რომ მას დღეს მართავს მიტაცებული. ხო, თუმცა ისინი ამბობენ, რომ რატო ლაპარაკობთ საქართველოს სახელით, მილიონზე მეტი მხარდამჭერი გვყავს ჩვენ. იქამდე მივალთ. ნახეთ? არც ერთმა პარტიამ, საარჩევნო სუბიექტმა, რომელმაც 7, 8, 10, 11, 12, 13 მათივე დაწერილია, ხო, საერთო ჯამში მეტია ვიდრე ხელისუფლებამ ეგრეთ წოდებულმა მოიპოვა, არ აღიარა ისინი პარლამენტში, ეგრეთ წოდებულ პარლამენტში არ შევიდა. საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საერთოდ თავი შეიკავეს ყოველგვარი პოზიტიური შეფასებისაგან. თუ რამე არსებობს, ყველგან მითითებული არის, რომ ეს არჩევნები არ იყო. არსებობს მათივე ხელისუფლების წარმომადგენლების დასკვნა, მაგალითად, მათივე პრეზიდენტი იყო სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თქვა, რომ ეს არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია იყო, ეს ჩვენც ვამბობდით ამას, მაგრამ მან პირიქით კიდევ უფრო გაამძაფრა და თქვა, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია. აი ამ პირობებში, ეხლა დავუბრუნდით თქვენს რეპლიკას. როგორ შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ 1,200,000 ადამიანზე, როდესაც ეგრეთ წოდებულ არჩევნების ორგანიზებაში, რასაც ადგილობრივი არჩევნები, არავინ არ მიიღო ამ არჩევნებს. ეხლა ხაზარაძე და ის ჯაფარიძე რო დაიჭირეს, მერე გახდნენ იზოლებულები, რომ ციხეში მყოფებმა აღიარეს ვითომ ამაში მონაწილეობის აუცილებლობა, თორემ მანამდე ისინიც ბოიკოტს აცხადებდნენ. ხო ასე იყო? ანუ ეს არის ხელისუფლება, რომელიც მოქმედებს ხელის გადაგრეხის პოლიტიკით და თუ გერმანია ახსენდებათ, ეს არის ნამდვილი ჰიტლერის ხელისუფლება, რომლის პრეზიდენტმაც, ჰიტლერის დროის პრეზიდენტმაც თქვა, რომ მე ვარ გერმანია. ივანიშვილს ძალიან უნდა თქვას, რომ მე ვარ საქართველო, მაგრამ საქართველო ივანიშვილი არ არის. ჩვენ ვართ საქართველო. მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდი არის საქართველო, რომელსაც წარმოადგენს ეროვნული ხელისუფლება და ხსნაც ლეგიტიმაციის მოპოვების კუთხით არის სწორედ იქ, სადაც უზენაესი საბჭო გადაწყვეტს და იტყვის, რომ აქ უნდა იყოს არჩევნები და არჩევნებში პარიტეტულ საწყისებზე საქართველოს პოლიტიკური სპექტრი უნდა მონაწილეობს. ადამიანები, ვინც დარჩა ზვიად გამსახურდეს უზენაესი საბჭოს გან, ანუ ცოცხლები ვინც არიან, შეიკრიბებით და არჩევნების დანიშნას აპირებთ ახალი არჩევნების. ეს შესაძლებლობა უზენაესმა საბჭომ გააჩინა, მაშინ როდესაც საქართველოში, საქართველოს ტერიტორიაზე, მის დედაქალაქში, თბილისში 2025 წლის 5 სექტემბერს განაახლა მისი საქმიანობა. ახლა კი ჯერი არის ოპოზიციურ სპექტრზე, პოლიტიკურ ჯგუფებზე, საზოგადოების გამოჩენილ წევრებზე, რომლებიც არიან ავტორიტეტულნი და რომელსაც თავი არ შეურცხვენია საქართველოს მაგრამ რამდენ სერიოზულად აღიქვამენ ამას ეს სხვა პოლიტიკური ჯგუფები, ხო? ბევრი მინახავს, რომ არასერიოზულად უყურებს ახლა, რომ აი უზენაესი საბჭო, რაღაც დროს უზენაესი საბჭოა და ასე შემდეგ. ეს ახლა არის ზედაპირული და არა სიღრმისეული. ზედაპირული განწყობებით საქართველო უკვე აღარ იმართება. რატომ? გავიმეორებ, ეგზისტენციური, ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და საერთოდ ყველა, ვინც ადრე მეგობრობდა საქართველოსთან და როდესაც საქართველოს ყველაზე უფრო უჭირდა
თქვენ გახსოვთ შეიქმნა ჯგუფი საქართველოს მეგობართა კლუბი, მაგალითად ესპანეთშიც იყო ასეთი და მოქმედებს ეს, არსებობს ქართულ-ამერიკული საზოგადოება და ასე შემდეგ. ყველა თავს იკავებს. რატომ? ივანიშვილის ხელისუფლება, რეალურად ანტიხელისუფლება გახდა კეთროვანი. მათ ხელს არავინ არ ართმევს. ამიტომაც გადავიდნენ რუსეთის უკანა ეზოში. ეს ეგრეთ წოდებული არაბული პროექტები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არის რუსული. ჩვენ მივყვებით ჩვენი დიდი წინაპრის, სახელოვანი ადამიანის, ზვიად გამსახურდიას გზას, რომელიც პროფესიით იყო ამერიკანისტი. ამერიკული რენესანსის, ამერიკული პოეზიის, თარგმანის ხელოვნების ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი საქართველოში და ადამიანი, რომელმაც გზა გაკვალა ევროპისაკენ. წარმოგიდგენიათ, არავის კონტაქტი თვით ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც კი არ ჰქონდათ ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლობას და ნატო მაშინ იყო აბსოლუტურად ჩამოყალიბებული ძლიერი, როგორც დღეს არის, მაგრამ მაშინ ევროკავშირის იდეა საერთოდ და ევროინტეგრაცია იყო სრულიად ახალი მოვლენა. და მე მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ქართულ საზოგადოებას და პოლიტიკოსებს, რომ ზვიად გამსახურდია იყო ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც სიტყვაც შეხამება ევროპული ინტეგრაცია გამოიყენა 1991 წელს და მან გააკვალა გზა ევროპისაკენ. ის არა მხოლოდ რომანული, გერმანული, ფრანგული, ინგლისური ენებისა და ლიტერატურის და ისტორიების სპეციალისტი იყო, მისი სპეციალობა ეს არის დასავლურ ევროპული განათლების. სხვა ამდაგვარი პრეზიდენტი საქართველოს არ ყოფილა. მაგრამ თქვენ ამბობთ, რომ კი გასაგებია, რომ უზენაეს საბჭოს ძალით შეაწყვეტინეს არსებობა და ამიტომ სამხედრო კრიმინალური გადატრიალები. კი ბატონო, და ამიტომ ის დღემდე მოქმედიაო, მაგრამ მას მე თქვენ ალბათ წარეთ გახსოვთ ეს ის. კი ბატონო, მე პატარა ვიყავი. მაგრამ მაინც გახსოვთ. კი რა თქმა უნდა. და მაგრამ მას მე კონსტიტუცია მივიღეთ, ხო? და შესაბამისად, ანუ აქედან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ვისაუბროთ, რომ კვლავ არის უზენაესი საბჭო, ასე ვთქვათ, ის ლეგიტიმური. ნახეთ ჩვენ გამოკიდებული მივიღეთ არჩევნები ბევრჯერ ჩავატარეს არჩევნები საერთაშორისო საზოგადოებამ ცნო როგორც თქვენ ამბობთ და ასე შემდეგ. და ვინ ამბობს რომ ჩვენ ვართ ამის წინააღმდეგ? ჩვენ არა ვართ ნაფტალინით აღჭურვილი ხალხი და არ გამოვდივართ სკივრებიდან და შენახულენიდან. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება ამ პერიოდში 35 წლის განმავლობაში, ანუ პოსტპუტჩისტურ საქართველოში მოღვაწეობდა ძირითადად საზღვარგარეთ. ეს იყო დასავლური ევროპის ქვეყნები, კავკასიის ქვეყნები, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ხოლმე უკრაინაში, სადაც მეც გავხდით, ჩეჩნეთშიც და ინგუშეთშიც, და მე ვარ სპეციალისტი ამ ხალხების ენებისა და ისტორიისა, კულტურისაც მათ შორის ის კავშირები არ დაკარგულა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ შექმნა დამოუკიდებელი ჩეჩნეთისთვის პირდაპირ და ნოყიერი ნიადაგი. და თქვენ გახსოვთ ჯოხარ დუდაევმა რა თქვა ზვიად გამსახურდიაზე, მაშინ როდესაც ზვიად გამსახურდია საქართველოსთან იძულებით განდევნილი პრეზიდენტი, ჩვენ დავასაფლავეთ გროზნოში. ყველაზე მეტად დავკარგე მე. მასწავლებელი, წარმოგიდგენიათ, პრეზიდენტი დაახლოებით 1 ასაკისანი იყვნენ, 5 წელია სხვაობა. მეორე პრეზიდენტზე ამბობს, ის ჩემი მასწავლებელია. და თანამებრძოლი, რაც თავარია ბოლოს მეგობარი დავკარგე ამ გზაზე. მაგრამ ის იმედოვნებდა, რომ ის მემკვიდრეობა, რაც ზვიად გამსახურდიამ სამართლებრივი გზით დატოვა, იპოვიდა თავის გასახანს და დღეს ყველაზე დიდი აუცილებლობა საქართველოში არის ლეგიტიმაცია, ლეგიტიმაციის პრობლემა. ხო, და აი თქვენ რატომ უდგას სახელმწიფოს. დავიწყოთ დიალოგი. მე მინდა მადლობა გითხრათ, თქვენ არ ერიდებით ამ თემას, სხვებიერიდებიან და ეს თქვენ პირველი ხართ, რომელიც პირდაპირ ამბობთ, რომ მოდი ამით დავიწყოთ. სხვებს დიდი მადლობა, ასევე ჩვენ არა ვართ რევანშისტები. ჩვენ არ ამოვდივართ იქიდან, რომ რაც არსებობს მოვსპოთ. არა, რაც ღირებულია საქართველოსთვის. ეხლა სტატუსი, რომელიც დღეს საქართველოს არის, ხო? ევროკავშირის წევრობის სტატუსი. ჩვენ შეიძლება ამის წინააღმდეგი ვიყოთ. ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო, ევროინტეგრაცია ხომ ზვიადის ტერმინოლოგიიდან არის, მისი პოლიტიკის ნაწილია. ჩვენ როგორ ამას გავაუქმებთ, არავითარ შემთხვევაში. ჩვენ დავიწყებთ ტოტალურ შეხვედრებს ყველასთან. ყველა უნდა შეხვდეს ყველას. ჩვენი ასპარეზი არის ამისთვის ღია.
და მოდიან კიდევაც. ყველა გაერთიანებას ჩვენ მივესალმებით. ოღონდ გააქვთ დღევანდელ ოპოზიციასთან. ოღონდ ყველა -1. -1 ვინ? ივანიშვილი. ივანიშვილი გაფორმდა როგორც ანტიქართველი, რომელმაც იერიში მიიტანა ყველაზე წმინდა ადგილას, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს ისტორიაში, სადაც ჩაისახა და განვითარდა პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, მისი წინა დღე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. და ივანიშვილი იქ მიდის უკვე და ამას ანგრევს, როგორც რეალურ საძირკველს და საფუძველს ქართული სახელმწიფოებრიობისა. ამიტომ მიადგა ის, მაგრამ ნახეთ როგორ მიადგა, ვითომ ქუთაისში რაღაცა უნივერსიტეტი რო შექმნა და რომლის მოშორება უნდა დაფინანსება სახელმწიფოსი მოგება კი მისი უნდა იყოს სქემით, კონკურენტს აქ, სადაც გაიზარდა საერთოდ ქართული ტექნიკური აზროვნების აკვანს ანგრევს. ეს უნივერსიტეტი სად შეიქმნა? ტექნიკური უნივერსიტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ხო, თქვა კობახიძე, ისე დავაბრუნოთო იქ, სადაც შეიქმნა. მაშინ კობახიძე დავაბრუნოთ ის, საიდანაც გამოვიდა. ეს შესაძლებელია? არა. აი ასე მეტყველებს ის და ასე მოქმედებს. ეს სახელმწიფო არ არის კობახიძის და ივანიშვილის სახელმწიფო. ეს არის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო. ივანე ჯავახიშვილმა შექმნა ის კონცეფცია, ხოლო ილია ჭავჭავაძემ შეკრიბა საქართველოს და აი ეს დიდი მემკვიდრეობა ზვიად გამსახურდია მერაბ კოსტავამ 9 აპრილის გმირებმა აქციას დამოუკიდებელ სახელმწიფო. ევროპულ დამოუკიდებელ სახელმწიფო. რომლის საძირკველიც იყო ქართულ ევროპა. მაგრამ მეკითხეთ ამ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებთან თუ გაქვთ კავშირი, დღეს მოქმედ ოპოზიციურ ჯგუფებთან და ისინი როგორ უყურებენ თქვენს ასე ვთქვათ იდეას. ნახეთ ჩვენ რა შევთავაზეთ და რა გზით წავედით. მემორანდუმი. ვიმოქმედოთ ერთად მემორანდუმის, ანუ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ამაზე უკეთესი ფორმა არ არსებობს. ჩვენ მათ ვაღიარებთ. ჩვენ არ ვამბობთ, რაც გაკეთდა ამ 35 წლის განმავლობაში, ყველაფერი მოსასპობია. თუ ის არ არის სახელმწიფო ინტერესებთან კონფლიქტში, რომ მაგალითად შევარდნაძემ საბჭოთა კავშირიდან გამოყვანილი საქართველოს ისევ დსთ-ში რო შემოიყვანა და დსთ-ის ავტორები დღეს რომ ხელისუფლებაში არიან. ქადაგიშვილი და ვოლსკი არის, ხო, რო ქადაგებდნენ? კარგია დსთ, მოდი შევიდეთ. ესე არის, ხო? ეს ის ხალხია, რომელიც ებრძვის ქართული სახელმწიფოს საფუძვლებს მე-14 წელია. შედარება გავაკეთოთ, ზვიად გამსახურდია საქართველოში დაახო ხელისუფლებაში 14 თვე. ხოლო ივანიშვილი 14 წელია ანგრევს იმას, რაც აშენდა 14 თვის განმავლობაში. ეს არის პირველი დემოკრატიული არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, რომლის ანალოგი პოსტსაბჭოთა სივრცეში არავის არ აქვს და ამაზე დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა და პლუს დამოუკიდებლობა, რომელიც 9 აპრილის ღირებულებებს დააფუძნა. ზვიად გამსახურდია საპრეზიდენტო ინსტიტუტი, რომელიც არჩევნებიც ასევე იყო დემოკრატიული. ჩვენ ეს ქრესტომატიულ ჭეშმარიტებად უნდა ვაღიაროთ და დღეს გამოვიყენოთ. ეს ხომ არ უპირისპირდება საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს, მის მოთხოვნას, რომ საქართველოს გამოვიყვანოთ არალეგიტიმური მდგომარეობიდან. დაახლოებით შაჰ-აბასი რომ მეფობდეს საქართველოში, ისეთი ვითარება გვაქვს. იმიტომ რომ ის შემოვიდა და არის არაკანონიერი. ეს შემოვიდა და არის არაკანონიერი და ეხლა რა სიტყავს? ლეგიტიმაციას ითხოვს. ესე იგი, ციხეში, ჰაერში, მიწაში, ზღვაში, ქუჩაში, უნივერსიტეტებში, სტუდიებში აი თქვენთან რობა რა სიტყავს? მაღიარეთ. ესე იგი, ნახეთ რა დიდებულია ჩვენი მოძრაობა, რუსთაველის მოძრაობა, რომლის აქტიური წევრი მე თვითონ ვარ და ეროვნული ხელისუფლების მრავალი წარმომადგენელი იქ დგას უჩუმრად აქციებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ღამეებს ვათენებთ იქ. ღამეებს ვათენებთ. პირველი ტალღა ჩვენ დავიწყეთ 27 ოქტომბერს, ხოლო 28-ში, როდესაც მათ საქართველოს ევროპული მომავალი გააუქმეს, მაშინ კი მთელმა საქართველომ იქ მოიყარა. თავი და ეს დღემდე გრძელდება და ესეც გახლავთ უნიკალური. აქ ჩანს ქართველი ერის ნება, რომ ივანიშვილი ამით დამთავრდება.
გასაგებია, მადლობა დიდი. მერაბ ჩუხუა იყო ჩვენი სტუმარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზვიად გამსახურდეს ხელისუფლების წარმომადგენელი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე ხვალამდე გემშვიდობებით.